მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ წვერგაპარსული დავით ლაცაბიძე და ეს არის ჩემი მე-14 ვიდეო. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ ნავი ვიყიდე, პატარა კომპაქტური ნავი, იმიტომ შევარჩიე ესეთი ადგილი. მინდა რომ გავტესტო რა, ვნახო რა შეუძლია, თუ გამიძლებს საერთოდ, ანუ ბიუჯეტურია და მაგიტო რა. სამომავლოდ ვიცოდე რა, ხარისხიანია თუ არა. იმ ნავით მე ძალიან ბევრი რაღაცის გადაღება მინდა და ბევრ რამეში გამომადგება. ხო და წინასწარ გავტესტავ მაინც, ვნახოთ რა შეუძლია და როგორ გამომადგება. ასევე ვიყიდე ღამის ხედვის კამერა, რომელსაც ძალიან ბევრ ვიდეოში გამოვიყენებ. ასევე დღესაც მინდა რომ გავაკეთო პატარა ექსპერიმენტი ჩავატარო. ზოგადად საქართველოში როგორც იცით, გავრცელებულია ტურა. თითქმის ყველა რეგიონში შევხვდებით რა, ხო და გადავწყვიტე რომ შევიდე მერე ნავს რო გავტესტავ, ტყეში შევიდე, ვნახო რამე კარგი ადგილი და დავაყენო კამერა. ღამის განმავლობაში დარჩება ეს კამერა იქ და დილით ვნახავ, რამე თუ დააფიქსირა. რაღაცა პატარა ხაფანგსაც დაუგებ რომ მარტივად მოვიტყუ, ასე ვთქვათ, ტურა იმ კამერამდე რა, რომ მარტივად შევძლო დაფიქსირება. ვნახოთ, ჯერ ნავი გავტესტოთ, მერე შევიდეთ ტყეში. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დამიწერეთ კომენტარი, აუცილებლად როცა ნახავთ ვიდეოს, დამიწერეთ კომენტარი, როგორ მოგეწონათ ეს ვიდეო. ბარემ აქვე გავბერავ, იმიტომ რომ გაჩლილი ადგილია და არ გამიჭირდება რა. ასევე უსაფრთხოა გაბერვა, იმიტომ რომ ავიც ქვევით შეიძლება რაღაცა შეერჭოს რა. არ არის ესეთი თავისუფალი ადგილი, რომ ასე ვთქვათ მარტივად გაიბეროს და ავიც შეიძლება დაზიანდეს და ამიტომ მირჩევნია აქვე გავბერო და მერე წავიღებ ჩავიტანე. ახლა შორიც არ არის რა. გადმოვიღებ, ახლა გაჩვენებთ როგორი ნავია და რა არის. აი ეს არის მეგობრებო, ჩვენი ნავი. ორი ცალი ნიჩაბი აქვს. აი ესეთი თავის ჯოხები. ეს გასაბერიც მოყვა რა. კომპაქტურია, წაიღო ხოლმე. დაუშვა გაბერო რა. ორკაციანია რა, ორკაციანი გამოდის, ანუ როგორ 100 კილოს უძლებს. ხო და ერთი ნორმალური ტანის 60, 55 კილო, 50 კილო ესე და ერთი ბავშვი რა, ჩვეულებრივად დაეტევა. შეგიძლიათ ხოლმე გაასერინოთ თქვენი შვილები ტბაში. რამე კარგ ადგილზე რა. ეხლა მატერია შევამოწმე. ხელითაც მიხვდებით რა, როგორი გამძლეობა ექნება წყალში. ან თუნდაც ქვაზე რო გადაიარო, ან რაღაცაზე რო წამოედო, როგორი გამძლეობა ექნება და საკმაოდ კარგი ჩანს რა, სქელია. წესით გამძლე უნდა იყოს რა. ესეთ პირობებში ეხლა მე მინდა უბრალოდ ჩავჯდე და გავიარო რა, ვნახო როგორია. დანარჩენი უკვე რა ვიცი რა. ბევრ ვიდეოში ნახავთ ამ ნავს, ბევრ რაღაცას ვაპირებ, საინტერესო რაღაცას. ხო და რა ვიცი, იმედია გაუძლევს ამ ყველაფერს რა ჩემთან ერთად. კაი, გავბეროთ ეხლა. აი ესეთი ნასოსი მოყვა და ამით უნდა გავბერო. ესე იგი, აქ აწერია პირველი, მეორე, ანუ პირველი იბერება შიგნითა მხარე. წაიღო. მოკლედ, გავბერავ და გაჩვენებთ როგორია რა. გაიბერა მეგობრებო. აი ესეთი რაღაცაა რა. მშვენიერია. ერთი კაცი ნორმალურად მოთავსდება. თუ შვილი ყავს კიდე შეგიძლია პატარა ბავშვი ჩაისვა, წაიყვანო გაასერინო ხოლმე რა. აი ეს თავის ნიჩბები, ახლა ნიჩბებსაც ავაწყობ და წავიღებ უკვე იქით ტბისკენ გადავინაცვლებ რა. აი ესეთი ორი ცალი ნიჩაბი, თავები და ქვედა მხარე. ამასაც ახლა უცებ ავაწყობ. всё, მზად არის. შეგვიძლია უკვე გადავინაცვლოთ ტბასთან. ხო, სანამ ტბასთან გადავალ, კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხზე უნდა გამოვიცვალო, თორე რა ვიცი, მაინც არ დამიშველდეს რა, ეხლა ეს არ მოწვია წყალგამომტარი. კი წყალგამომტარია, მაგრამ დაბალყელიანია და ჯობია ჩავიცვა წყალგამომტარი, ბოტებს რო ეძახიან ის და იმით შევიყვანო ტბაში რა.
მოკლედ ჩამოვედი, მაგრამ სანამ წყალში ჩავალ, ყავას მივირთმევ რა. საკმაოდ ცივა სხვათა შორის, ხელები მაგ გაყინულია, ის გათეთრებულია. ცხელ ყავას მივირთმევ და გავთვევი რა. ითევზაობენ. აქ ვარ ნამყოფი, 1-2 ჯერ სათევზაოდ. კაი ადგილია, 7 წყნარი. თევზაობისთვის განსაკუთრებით. ზოგადად თევზაობა ხო იცით არა, ამშვიდებს აწყნარებსო და ადგილი შესაბამისი უნდა, ხო და აი ზუსტად ეგეთი ადგილია ეს. აჰა, მაინც დავამატოთ კიდე. ასე. ეს ყავა. ცაც. აი ესეთი რაღაცები მაგრად მიყვარს რა. რომ გახვალ წყალში, წამოწვევი, სიმშვიდე, სიწყნარე, ძალიან კარგია. მაგრამ ამის შემდეგ კიდე საინტერესო რაღაცა გველოდება რა. როგორც გითხარით, უნდა გავიდე ტყეში. რა ვიცი, თუ ვიპოვებ ბუნაგი, ხო კაი, თუ არა და რამე ისეთ ადგილს შევარჩევ, რომ უფრო მეტი შანსი იყოს ტურის ჩამოსეირნების რა. ეგეთ ადგილს ვიპოვი, დავამონტაჟებ კამერას და ვნახოთ აბა. აი ხანია პირისპირ არ მინახია რა. ხო და მომენატრა რაღაცნაირად და კამერით მაინც დავაფიქსირებ. ამ ეტაპზე ჯერჯერობით მარტო ტურა რა, იმიტომ რომ სხვა ცხოველი აქ არ არის, მაგრამ სხვა ცხოველებსაც აუცილებლად გაჩვენებთ ხოლმე. აი რო წავალ ხოლმე ღამის თვით რო წავალ ხოლმე, აუცილებლად დავტოვებ ხოლმე კარავს რო უყუროს, ან კიდე ისეთ ადგილზე, სადაც შესაძლებელი იქნება ნადირის გამოჩენა რა. ნუ არა მარტო ნადირი, ახლა ირმებიც ბევრი ყავს და ასე შემდეგ. შესაძლებელია დათვმა არ გაიაროს და ირემმა გაიაროს პირობითად და ირემი დავაფიქსიროთ. ამიტომ საინტერესო კადრები გველოდება წინ. აჰა, ადუღდა უკვე. აი ძალიან მალე ადუღებს რა. წუთ ნახევარში ალბათ არც კი. თან ქარია, ეხლა ქარიც უბერავს ქვევიდან გაზს და წარმოიდგინე რამდენი იკარგება და მაინც რა მალე ადუღებს. მოკლედ, მივირთმევ ახლა ყავას და უკვე ჩავიდეთ დაბაში, გავცუროთ, ვნახოთ, იმედია არ ამოყირავდები და ყველაფერი კარგად დამთავრდება და კარგი გამოდგება საბოლოო ჯამში აი ეს ნავი. როგორც გითხარით, ბევრ რაღაცაში ჭირდება რა, მართლა ძალიან კარგი ვიდეოებს გვეგმავ და აი ეს უნდა გამომადგეს ზუსტად ყველაფერში რა. არ არის ძვირიანი, ბიუჯეტურია ძალიან. ხო და აი ბიუჯეტურის კვალობაზე ვნახოთ. დაბალი ადგილებიც არის ახლა, შეიძლება დაბალ ადგილზეც წამოვედო და ვნახოთ რა. თუ გაიხა, შიგნით თვე ამოუტრიალდები ჩათვალეთ და რა ვიცი რა იქნება, ერთად ვნახავთ ყველაფერს. მოკლედ მივირთვი ყავა და ეხლა უკვე დროა ჩავიდეთ. ჩავიყვანოთ ჩვენი ნავი და გავიგოთ რა შეუძლია. აჰა. ესე გავუტოთ და მე გავამაგრებ ამას. ამას ეხა პირიქით შემოვატრიალებ, ანუ იქით მხარეს დავჯდები რა. რომ გონია რომ ეს მხარე ჩაიძირება, მეტი ჰაერი არის იქით. კი ეხა წესით აქეთ უნდა ვიჯდე, მაგრამ პატარაა მაინც რა. ხო და ბალანსი რო კონდეს, დავჯდები მეორე მხარეს. აი ასე ვიზავ. ასე.
მოდით. გავიდით. დავამაგროთ ახლა ესენი. აი ჯერჯერობით წყალი არ შემოგვაგდა. მედი არ შევიდოს. ესე. მეორე. ანუ ერთი ცალით ძნელია მაინც და ორი ჯობია. შუგენიერი რაღაცაა ჯერჯერობით ამართლებს. აჰა. შვენივრად. გავცუროთ ახლა, აბა. წავიდა. დავასწოროთ. ესე გავაკეთებ. და სამუღამებელია. ნორმალურია რა. აჰა. ნელ-ნელა თან დაამუღამებ. აი ცოტა იქით გავუხვიოთ. აი ეს. წავედით. ნორმალურია ფასთან შედარებით. ანუ ერთკაციანია რა. ბავშვი დაისვა, მაგრამ ვერ იქნებით კომფორტულად. ერთი კაცი ჩვეულებრივად გადაცურავთ ტბას. კაი რაღაცა, მომეწონა. სულ რო სათევზაოდ არ წახვიდეთ, შეგიძლიათ წაიღოთ ტბაზე, გახვიდეთ ტბაში, წამოწვეთ, დაიძინოთ მშვენივრად ისიამოვნოთ რა. ეხა ცივა უბრალოდ და არ არის მაინც ასიამოვნო, მაგრამ აი სითბოში და ზაფხულში ძალიან კარგი იქნება რომ გაიყვანოთ ხოლმე ტბაში ნავი და ასე ვთქვათ ისიამოვნოთ რა. შვენიერი რაღაცა. ეს ნიჩბებიც კარგად მუშაობს. აი ესეთი რაღაცა. დამუღამებაც უნდა. მაგრამ ადვილია, აითვისებ ადვილად. რთული არაფერი არ არის. თავიდან მაინც არის ყო ახლა ესეთი ნავი. წყალში ცოტას არის ყო თან სიცივეში. მაგრამ არა უშავს. ცურო ვიცი რაც თავარია და გაყინვითაც ცეცხლს დავამატებუცებ თუ რამეა. ნორმალურია ერთი სიტყვით რა. მომეწონა და გამომადგება ბევრ რაღაცაში. ნახავთ ხოლმე რაშიც გამოვიყენებ ამ ნავს. ძალიან კარგ ვიდეოებს გეგმავ და აუცილებლად უნდა გამოიწეროთ არხი რომ არ გამოტოვოთ აი ეს საინტერესო ვიდეოები რა. მოკლედ წავედი, ავალ ახლა და როგორც გითხარით, გადავალ ტყეში. დავიწყებ ძებნას შესაფერისი ადგილის რომ განვათავსო კამერა. ღამის ხედვის კამერა. წავედი. მოკლედ გადმოვედი ახლა ტყეში და ვეძებ სასურველ ადგილს. ასევე თუ ბუნაგი დავინახე, თლაც უკეთესი რა. დიდი შანსი იქნება რომ თუ ადვილად დავაფიქსირო. მაგრამ ზოგადად ეგენი თავის ბუნაგს ტოვებენ ხოლმე ძალიან ხშირად რა და შორსაც მინდიან ხოლმე. თავი შეიძლება რამოდენიმე თვეც გავიდეს და არ დაბრუნდნენ. ამიტომ ამისთვის წამოღებული მაქვს სოსისი. საკვები რა, თან სოსისი ხა ძალიან ისეთი მძაფრი სუნი აქვს და ძალიან კარგად აქვთ განვითარებული ტურებს ყნოსვა. შორ მანძილზევე გრძნობენ საკვების სუნს. ამიტომ წამოვიღე სოსისი და ასე ვთქვათ
ხაფანგად დავდებ მაგას რა. არ ვაპირებ რაღაცა ხაფანგში დავიჭირო ან ასე შემდეგ. მე უბრალოდ მინდა რომ დავაფიქსირო რა. მაინტერესებს ანუ ეს კამერა როგორ მუშაობს ჯერ და მერე კიდე ჩემი დაფიქსირებული რო იქნება ეს უკვე კარგია რა. ესეთი დღეა რა. ზამთრის დღეს მაინც ხვანაირი სილამაზე აქვს. ყველაზე მთავარი რაც არის ამას რო დავამონტაჟებ, მე ხო უნდა ვიპოვო რა. ადგილიც უნდა დავიმახსოვრო. საკმაოდ შორს შემოვედი უკვე. ამ ადგილზე გველებიც არიან, გიურზები. აი, ყურეთ მეგობრებო. არ ვიცი. როგორ ჩანს? აი ესეთი რაღაცა სოროებია. წინა ვიდეოში მე რო თქვი კომენტარებში დამიწერეთ, თქო ერთ-ერთმა დამიწერა. შეიძლება თაგვის არის ხო და არ არის გამორიცხული რომ თაგვის იყოს. ეს თაგვების სოროები როა, დიდი შანსია რომ აქეთ ჩამოიარონ რა. უყვართ. თაგვსაც ჭამენ და რა ვიცი, ყველაფერს ჭამენ რა. ზოგადად ცოფის მატარებლები არიან ტურები. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს, როდესაც შევხვდებით. აი, რამდენი ხეა წაქცეული, ამას შეხედეთ. შეხედეთ. აი, ძალიან ბევრი. მოკლედ, ცოტა გაშლილი ადგილიც მინდა რა. ამდენჯერაც დამიტოვია ესეთ ადგილზე საკვები, არასდროს მეორე დღეს რომ ვისვლა, არ დამხვედრია რა. შესაძლებელია თაგვებმაც იმაიმუნეს, მაგრამ რამდენი სოროა. არაა გამორიცხული რომ ტურებმაც გაავლეს მუსრი. აი ხა ვნახე ერთი ადგილი რა. აი აქ ვეცდები რომ დავამონტაჟო რა, ანუ ზოგადად ყველგან რასაც ხედავ ძალიან ანუ ხილვადია რა, ხო და რო არ ამაცალონ ვეცდები რომ დავმალოთ ან რა. ხე ეფარება უკნიდანაც და ზევიდანაც რა და გვერდებიდანაც. აი ეს იქნება აი ამ ადგილს აკონტროლებს რა. ხო და აი აქ განვათავსებ საჭმელს. დიდი ალბათობით თუ მოსასვლელი აქაც უნდა მოვიდეს რა, სუნზე. ამიტომ ახლა დავიწყებ დამონტაჟებას, თან უკვე შებინდდა და ამ დროს იციან უკვე აქტიურობა რა გამოსვლა და ცოტა მალე ვიზავრო. იქნებ ეხლავე წამოვიდნენ რა. აი ესეთი კამერაა რა. გავხსნი ახლა გაჩვენებთ. წინასწარ გავხსენი რა თქმა უნდა, შევამოწმე მაინც. აი ესეთი კამერაა. როგორც ეწერა 2.7K აქვს გადაღება მაქსიმალური. ეს 4 ცალი ელემენტი მოყვა. არ ვიცი რაც მოყვა ის ელემენტები ჩავალაგე და იმედია ეყოფა რა. ორი ღამე ვაპირებ რომ დავტოვო. არ ვიქნები აქეთ. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ ხოლმე მოსვლას და ორი ღამე დავტოვებ და იმედია გავუძლებს ორი ღამე. სხვა დანარჩენი ახლა ჩავრთავ და რავი ფუნქციონალსაც აგიხსნით რა. რა ფუნქციები აქვს ყველაფერს გაჩვენებთ. აი ესეთი პატარა ეკრანი აქვს აქ და აქედან უკვე ყველაფერს უთითებს რა გინდა და როგორ გინდა. ჩვენ გვინდა ვიდეო 2.7K ავირჩიოთ და შევიდეთ მენიუში ახლა. მოდში გვინდა ვიდეო, ფოტოს რეზოლუცია არ გვინდა, ვიდეოს რეზოლუცია 2.7K, ვიდეოს ხანგრძლივობა, ანუ რო დააფიქსიროს მოძრაობას, რამდენი ხანი ჩაიწეროს რა. და დავაყენოთ 1 წუთი. მოდი 1 წუთი იყოს, რომ არ გავხარჯოთ ტყუილად მეხსიერება. ხო, 3 მოდი 3 წუთი იყოს. ანუ პირობითად თუ გაირვის აქ ცხოველი, ჩაირთვება, გააქტიურდება და 3 წუთის განმავლობაში ჩაიწერს. აუდიო ხმა გვინდა, აუდიო ჩაწერა გვინდა. ანუ ეს არის კიდე შეყოვნება რა. ერთ ვიდეოს აი 3 წუთი ხო ჩაიწერს და რამდენი ხანი მოიცადოს, ანუ თუ მოძრაობს ისევ ცხოველი, რამდენი ხანი მოიცადოს რომ გააქტიურდეს და მე დავაყენებ მინიმალურს, ანუ 5 წამიანს დავაყენებ. როდესაც 3 წუთი გავა,
მორჩება ჩაწერას და 5 წამი დაელოდება თუ ისე მოძრაობს ის ცხოველი კამერასთან დაიწყებს ისევ 3 წუთი მერე ჩაწერას რა, ამიტომ 5 წამს დავაყენებ. ჯობია რა. ხო. ეს მოძრაობის სენსორის ხო, ანუ ეს დისტანციაა რა, რამდენად შორს გინდა რომ მოძრაობა დააფიქსიროს, არის საშუალო, დაბალი და მაღალი რა და მე დავაყენებ მაღალზე. მაინც ყოველი შემთხვევისთვის ესენი არ გვინდა. всё, ეგ არის რა. დაყენებულია ყველაფერი. აი ეს აქვს 3 ცალი ანუ ფუნქცია, იქით რო გაწევ გაითიშება. შუაში აქვს მენიუში რო შეხვიდე და რაღაცები გააკეთო და აქეთ აქვს უკვე აი ესე რო გადაწევ. დაიწყებს ათვლას რა, 10 წამი აქვს დრო, დაიწყებს ათვლას და უკვე მოძრაობაზე გააქტიურდება. всё, ეს არის უკვე გააქტიურებული. და აი რამე თუ მოძრაობს, ჩაირთვება ინფრაწითელი ნათურები რა. აი ეს რამე მოძრაობას თუ დაინახავს, მაგრამ მაინც ახლა დავაყენებ და ვცდი რა. ეგ არის. მოდი ახლა ის ვნახოთ. აი ესეთი დასამაგრებელი მოყვა. ეს შეგიძლიათ დაამაგროთ, რა ვიცი, ხეზიან რამეზე რა, შურუპებით. მაგრამ მე შურუპებით არ ვამაგრებ. აი ესეთი კამარიც მოყვა. და აი ამ კამარს შემოვახვევ ხეზე და ამის საშუალებით დავამაგრებ. წავედით. ხო, აი პირდაპირ უკან ესე გადის. ეგ არის რა. კაი დიდი ყოფილა. არ მეგონა ამხელა თუ იყო. უბრალოდ ხედვა მაინტერესებს მე როგორ ჩანს კუთხე რა. მოდი გავასწორებ ახლა და ვნახოთ. აბა კუთხე კიდე კარგად გავასწორე მაინც რა. შევხედოთ. ესე ხენი რა. ეს ისევ ისა, ოკეი, არ გვინდა. ესე იგი ხის გასწვრივ სათხაც რა. მოკლედ, ეგ არის რა, დამონტაჟებულია დაახლოებით აი ამ ხის სწორეზე, აი აქ რა. დავდებ ახლა საკვებს, იმიტომ რომ ეს კუთხე ჩანს კარგად და იქით ამხარე. დავდებ ახლა საკვებს და გავეცლები აქაურობას. მოსაღამოვდა უკვე და დაიწყებენ ნადირობას, იმიტომ რომ მოშიებულები იქნებიან მაინც რა. აი ესეთი სოსისი წამოუღე. გაურჩევ ხა რომ მაინც ყელზე არ დაღატკეთ, ან არ გადასცდეს, ან რაღაცა და თუდად არ დავთავრდეს ყველაფერი. ცელოფანს გავაცლი. მოკლედ ერთი აქ დავდოთ მაინც. იმედია თაგვები არ დაასწრებენ რა. ერთ ცალს ცოტა გვერდზე დავდებ მაინც რომ ისა დღეც აქ ის სიო აქ მეტი არაფერი ისეთი აღარ არის. ამას შევინახავ. ეს აბა ეხა ყველაზე მთავარი რაც არის, კი ეხა დავიმახსოვრე ეს ადგილი, მაგრამ რუკაზე გავხსნი, Google Map-ი როა.
და მოუნიშნავ ამ ადგილს რა, ადვილად რომ მოვიდე მე. მოკლედ, всё რა ეგ არის განთავსებულია. ხედველობითაც რა ვიცი, არ ჩანს ახლა ძალიან რა. როცა მაინც შორიდანაც შევხედავ. ანუ ისეთი მხარე ავარჩიე, რომ ანუ კამერა საიდანაც უნდა გამოჩდეს, საპირისპიროდ არის ბუჩქები რა, ხო და იქ ადამიანი რა ვიცი, ძალიან იშვიათად თუ გაივლის და აქედანაც რა ვიცი, არ ჩანს არაფერი რა. აი მხესთან არის შიგნით. всё, ეგ არის ახლა გავალ აქედან და 2-3 დღის მერე ანუ 2 ღამე იქნება აქ კამერა. 2 ღამის მერე გამოვალ და ვნახავ. თქვენც რა თქმა უნდა გაჩვენებთ რა. ყველაფერს თუ რა დააფიქსირა. იმედია დააფიქსირებს და ტყუილად არ შემოვედი და ტყუილად არ ვიწვალე. წავედი მოკლედ, დაგემშვიდობებით, კარგად ყოფნას გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ. მაგრამ აი ხა რატო გემშვიდობებით პრინციპში 2-3 დღის მერე ხომ უნდა ვნახოთ კადრებია რა. მაშინ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დამიწერეთ კომენტარები აუცილებლად. მოკლედ გადავიდეთ 3 დღის მერე. დავბრუნდი 2 ღამე გავიდა და მოვედი კამერის ასაღებად. იმედია დამხვდება. რა ვიცი, ეს 2 ღამე როგორ გაატარეთ, როგორი იყო? იმედია არ დაიღალეთ ძალიან ლოდინით. ხო, მე ერთი რაც მოხდა ჩემს თავს, ერთი ის არის, რომ ცოტა წვერი გამეზარდა, მეტი ისეთი არაფერი. საინტერესოა, მივალ ახლა კამერასთან, ვნახავ. იმედია დამხვდება, თუ არ დამხვდა კიდე, ძალიან ცუდი. თუ დამხვდა კიდე, იმედია ჩაწერილი იქნება და დაფიქსირებული იქნება ტურა, რაც გვინდოდა. რა ვიცი, ვნახოთ რა, მივალ ახლა და გაჩვენებთ ახლოდან. მოვედი. ვნახოთ. რა ადგილზეა. საჭმელი არ არის. აი ეგ დავტოვე საჭმელი. აი აქ არის კამერა. აი, ვნახოთ აბა. იმედია რაღაცა იქნება შიგნით. კოდალა როგორ მაიმუნობს. მოკლედ. ჩაერთო თოვლი იყო. და რის გამო ჩაერთო ნეტა ჯერჯერობით არაფერი ჩანს. საინტერესოა. საჭმელიც ჩანს. ნახევარიტანი აქ დაფიქსირებული სამწუხაროდ რა. ანუ იყო მოსული რა. ვიდეო არის 1 წუთიანი, მაგრამ დაახლოებით 2-3 წამია თავიდან დასაწყისი. მე გამოვიდან კადრს და გაჩვენებთ აუცილებლად რა. ანუ იყო მოსული რა. რაც გვინდოდა გამოგვივიდა მოკლედ რა. მთლიანი, არ ვიცი, მთლიანი ტანი მგონი არ ჩანს რა. ეხა კომპიუტერში გადავიტან და მაინც დიდ ეკრანზე შევხედავ რა. მაგრამ კუდი მაინც დავინახე. ერთ სიტყვით კამერა კარგად მუშაობს. 2 ვიდეო აქვს ჩაწერილი რა. ძალიან კარგია. ბევრ რაღაცაში გამოგვადგება. უბრალოდ სწრაფად გაიარა, სავარაუდოდ, არ ვიცი, ვნახავ რა იქნება. მოკლედ კადრებს დაგიტოვებთ აუცილებლად რა. როგორც დავაკვირდი, ანუ დიდი ხანი არ იმოძრავა კამერასთან რა, აიღო და წავიდა. ხო და კამერას აქვს შეყოვნება 5 წამიანი, ანუ 5 წამი ელოდება მოძრაობას რა, რომ გააქტიურდეს. ხო და სავარაუდოდ აიღო და წავიდა რა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, კამერა კარგია რა. მთელი ღამე აქტიურად იყო 2 ღამის განმავლობაში. და ელოდებოდა მოძრაობის დაფიქსირებას. ძალიან კარგ რაღაცებში გამოვიყენებ და გაჩვენებთ ხოლმე საინტერესო კადრებს ცხოველებზე და რა ვიცი, ასე შემდეგ რა. ასევე ნავიც კარგი გამოდგა და ვისი ამოვნე ერთ სიტყვით რა. კარგი ვიდეო გამოვიდა ჩემი აზრით. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო, რა თქმა უნდა. ეს არის ჩემთვის ძალიან
დიდი სტიმულის მომცემი. ყოველთვის საუბრნიშნავ ხოლმე ამას. ეს ჯერ დასაწყისია, კიდე იმდენი საინტერესო ვიდეო გელოდებათ წინ. დამიჯერეთ ღირს ნამდვილად რომ გამოიწეროთ არხი რა, ვისაც გიყვართ. აი ესეთი ველური ბუნება, აი ესეთი მოგზაურობები, ტყეში გასვლები, რავი ცხოველების აღმოჩენის და ასე შემდეგ რა, თვით გადარჩენის ტექნიკის. თქვენთან ერთად მეც ბევრ რამეს ვისწავლი და ბევრ რამეს გამოვცდი პრაქტიკაში რა. დაგემშვიდობებით, ოჩაღად იყავით რა. ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.